ფანტასტიკური მზარეული ვარ, ვინც ჭამს ჩემს ხინკალს, საცივს, პლოვ-პატურიეცკი, კიდე რა ვიცი. კარგი მზარეული ვარ ნამდვილად. იმიტომ რომ რაღაც არ მახსოვს რომ რამე გამეკეთებინოს და ყოველთვის ყველას ძალიან მოწონს. როდესაც მე ვაკეთებ სადის, ვცდილობ რომ ბაზარშიც მე თვითონ წავიდე. იმიტომ რომ ამაზე ძალიან ბევრი არის დამოკიდებული. ითვლება რომ პრინციპში კარგი მზარეული ვიქნებოდი რომ გავაკეთო. მე რომ გავნაგობი. დილაობით შემიძლია მეუღლეს ჩაი დავალევინო. შეძლების დაგვარად ნორმალური მზარეული ვარ და საკმაოდ გემრიელიც გამომდის საჭმელი. ვარ ცუდი მზარეული. არანაირი მზარეული. ყოველთვის ახალ წელს ჩვენს ოჯახში ტრადიცია იყო, რომ მე უნდა გამეკეთებია საჭმელები. და სულ მე ვაკეთებდი ხოლმე საცივს, ხომს, დამწვრებს. ხანდახან მიწევს რომ ვიყო მზარეული და ხანდახან სიამოვნებს, მაგრამ ეს ხანდახან ძალიან იშვიათად. ნუ არანაირი მზარეული არა ვარ, პირიქით მიყვარს მზამზარეულ სუფრას ჭდომ. რუსები რომ იტყვიან ბელარუჩკა ვარ ძალიან კერძების გაკეთება არ მეხერხება. ძალიან მიყვარს ზაღლების საჭმელები ეს ბეძიგრი და რაღაცები ასე შემდეგ. მაგისგანაც ძალიან ისეთ გემრიელ კერძებს ვაკეთებ. დღის განმავლობაში რამოდენიმეჯერ ვიხედები, როგორც კი ამის საშუალება მაქვს. თუ გადაღება მაქვს 1055-ჯერ, თუ გადაღება არ მაქვს, საერთოდ არ ვიხედები. სარკეს რო არ იყოს, აი ჩვეულებრივ შუშა რო იყოს ვიტრინა იმის მაღაზიის, აი სულ ვიხედები რაღაც გიჟივით და ამიტომ არც ვითვლი იმდენჯერ. დედა ჩემი კიდე ამაზე მეჭხობა სულ რომ პათოლოგიური რაღაც დაგემართა ამბობდოს, აი სადაც შემიძლია რომ მთელი დღესა დავწკე სარკესთან და ვიყურო, ეხლაც ხო ხედავ მონიტორს ვემშორდებოდი. დღის განმავლობაში სარკეში ვიხედები მაქსიმუმ ერთხელ, როდესაც სახლიდან გავდივარ. სადაც სარკე მხდება, ვიხედები. თუ არ მხდება, არ ვიხედები. სარკეში არც ერთხელ. ანუ ერთხელ, რავი, სადაც შემხდება თუ შევიხედე, ჩავიხედე. დილით რო გამოდივარ სახლიდან, აი შემდეგ ვჯდები მანქანაში, ერთი სარკე, ორი სარკე, სამი სარკე. თითქმის მთელი დღეს სარკეში ვიხედები. სპეციალურად სარკესთან არ მივდივარ. მხოლოდ დილას, როდესაც ვიცმევ და გამოვდივარ სახლიდან. დღის განმავლობაში სარკეში ვიხედები იმდენჯერ, რამდენიც საშუალება მეძლევა. ძალიან მიყვარს სარკე. დღის განმავლობაში სარკეში საერთოდ არ ვიხედები, თუ მაქვს გადაღება მხოლოდ მაშინ ან დილით. შემიძლია ვთქვა რომ საერთოდ არ ვიხედები სარკეში. აი დღეს ახლა რო გამოდი ვერ მოასწარი ჩახვედა და აგერ ჩანს როგორ ვიცი როგორ გამოვიყურებ. ჩემი საყვარელი კერძი, ფიჟვის ყაურმა. ვიღაცის მიერ შენელებული არ მიყვარს. საკვებზე არავე პრეტენზიული საერთოდ ყველაფერი მიყვარს, ანუ არ არსებობს რაც არ მიყვარს საუბედუროდ. ყველანაირი საკვები მიყვარს ჩემ და სამწუხაროდ. ძალიან მიყვარს ბაყაყები, გველები, თევზები და ასე შემდეგ. მოსდავრად ვიყავით ვიეტნამში გასტროლებზე ნატურისხე. ჩემს გარდა მგონი ყველანი მშიერი იყვნენ, იცი და მე მჭამდი ყველაფერს. ეს ცოცხალი არსებები რო არიან, ნელ-ნელა უფრო და უფრო არ სიამოვნებს მათი ჭამა რა. თორე ისე ჩაქაფული მიყვარს და ჩახოხბილიც მიყვარს და ასე შემდეგ. ჩაზე რაც იწყება ყველაფერი მიყვარს. ბოსტნეული მიყვარს ძალიან და ძალიან მიყვარს სუპები. მაინც უპირატესობას ვანიჭებ მეგრულ სამზარეულოს. არ ღალატობ მოკლედ. კუბდარი მიყვარს ყველაზე ძალიან, თუ რამე არსებობს სოფლიოში. მიყვარს ხორცი და ვთვლი რომ ქართულ სამზარეულოზე უფრო კარგი სამზარეულო სოფლიოში არ არსებობს. ყველამ ძალიან კარგად იცის რაც მიყვარს. ეს არის გრეჩი ხა. შავი ხიზი ვარ. ნაცრისფერი ელფერით. საერთოდ ძალიან მიყვარს ქათმის ხორცი. ჩემი საყვარელი კერძი არის ხინკალი. საჭმელი არ მიყვარს. ძალიან ჭამი იმ შემთხვევაში თუ არ გამახსენდება. საერთოდ გურმანი ვარ და მიყვარს კარგად შემზადებული ყველაფერი მიყვარს. როგორი საკვები მიყვარს და საყვარელი კერძი, ესე იგი არის ისეთი საკვები, რომელიც მე არ მიყვარს. აი ხა რო გიყურებთ მგონი ხართ ეხლა ესეთი ჰამბურგერი. როგორც მშობლები და ბებიები ამბობდნენ ხოლმე, აი ძალიან უჭმელი ვარ. არა, კერძი არა მაქვს საყვარელი კერძი, საყვარელი წიგნები და ის კი ვაჟაშავე და ავტორები, მაგრამ კერძები არა, პორტოხალი მიყვარს და აი შეიძლება ითქვას რომ სტაჟიანი მძღოლი ვარ. ძალიან ცუდი მძღოლი ვარ. კაი მძღოლი ვარ. მაგრამ მეზარება, მანქანის დარება. ნორმალური მძღოლი ვარ, რეალისტობას ვერ დავიბრალებ, მაგრამ არ მიშავს.
უბრალოდ ხშირად ვარ ვყავ წესებს. ძალიან სახიფათო მძღოლი ვარ, სუდი ვაძილა ვარ. ყველაფერს ვეჯახები, რაც მოძრაობს. ყველა იძახის რომ შენ თაროზე ვარ, ძალიან წყნარად გრძნობს თავს. ბილად დამყავს ძალიან და ეს არის ჩემი პლუსი სხვა მძღოლებთან შედარებით. ავტომანქანა ისევე მიყვარს, როგორც მუსიკის კეთება და როგორც კულინარია. ძალიან ცუდი მძღოლი ვარ. არავინ არ არის ესე ვთქვათ, უკმაყოფილო ჩემი მძღოლობით. საშინელი მძღოლი ვარ, ფაქტურად ვერავითვისე ვერანაირად მანქანა. რითმი ისეთია ქუჩაში მოძრაობის, საკმაოდ მძიმე და ძნელი, რთული, რომ აქ მეც ალბათ რაღაცა შეცდომებს უშვებ ხშირად. ჩემს მეუღლეს რო გითხო, ვერ ვარ კარგი მძღოლი. ხანდახან ვზივარ მანქანაზე, პრინციპში ნორმალური. არ მიყვარს სიჩქარე, არანაირ მაშინ რა ქვია, არაფერში უბრალოდ. ნუ არ დავდივარ თქვა რაღაც არ ნაგლობ თქვა გზაზე. მე თქვა რომ ამიწევენ ხოს ვაჩერებ მანქანაზე. ურჩი მძღოლი ვარ ძალიან. მძღოლი ვარ საკმაოდ საშუალო დონის, ამიტომ მე მინდა გავაფრთხილო ყველა ის პიროვნება, ვინც გადაურბეს ჩემ მანქანას, დაფიქსდეს. დამჯერი მოსწავლე, ესე ვთქვათ, ჩემ მშობლებს რამოდენიმეჯერ მიუწია მისვლა სკოლაში. ესეც იყო ჩხუბთან დაკავშირებული. ოროსანიც ხანდახან. ხუთიანიც შემეძლო და ვიღებდი ხოლმე თუ ძალიან გაახურდებოდა საქმე. 5-ზე და 4-ზე დავამთავრე სკოლა. სწავლობდი შესვენების დროს და ვებულობდი 4-იანებს. მე მგონი ნორმალურია, ეგ ხო? ჩემი ყველაზე მაგარი სწავლა იყო გაკვეთილიდან ცოტა უფრო ადრე რომ გამოვეგდე და პირველი გაკვეთილი იყო ბუფეტი. ცელქი ვიყავი, ამას მე არ დავმალავ, ამას იტყვის ყველა ჩემი მასწავლებელი. მოგესალმებით. ერთი-ორჯერ მაგდებდნენ სკოლიდან მახსოვს, დედაჩემი პროფესორი დედაჩემს გავავდი სკოლიდან და დირექტორმა არ გამიშვა. ესეთი ცელქებით საჭირონი არიანო. სკოლაში ვიყავი ცუდი მოსწავლე. მოსწავლე ნორმალური ვიყავი. რაც მეხერხებოდა, იმას კარგად ვაკეთე, რაც არ მეხერხებოდა, საშენ. აი მათემატიკურ საგნებთანაც მადლობს და უკაცრავად. ძალიან უყვარდი მასწავლებლებს. ესე იგი 2 წელი დედაჩემიც ვატყუე, მით უმეტეს იმ სკოლაში მუშაობდა, მქონდა დღიური, ალბათ ბევრ ჩვენთაგანს რო ქონდათ. სკოლაში ვიყავი საკმაოდ ცუდი მოსწავლე, იმიტომ რომ ძალიან მეზარებოდა სიარული სკოლაში და თითქმის არ დავდიოდი საუბედური. თავიდან მეხუთე კლასამდე 5-ოსანი ვიყავი და მე უკვე 4-ზე გადავედი. ნუ ახლა იყო რაღაც საგნები, რომელიც მიყვარდა და იმიტომ სწავლობდი. იყო რაღაც იმიტომ სწავლობდი, რომ ახლა მშობლებს არ ეწყინოთ და სკოლაში სწავლა საერთოდ ეხლა მე უფრო შემიყვარდა სკოლა რო დავამთავრე. როცა აღარ მევალებოდა სწავლა, მე შემიყვარდა სწავლა. ძალიან ჭკვიანი არ ვიყავი, მაგრამ ზილობიანი ვიყავი. და ამის ხარჯზე გავდიოდი. ძირითადში პრინციპში მე ვსმენ soul მუსიკას. ჩემ მუსიკას ვუსმენ. სხვა მუსიკას შემთხვევით თუ მოვუსმენ. იმიტომ ვუსმენ რომ ვიპოვო შეცდომები და გამოვასწორო. პოპი არ მიყვარს. უფრო აი R&B-ს ან რაღაც ჯაზ ან ხან როკსაც. ესი ჯაზი, ჯაზ როკი. საყვარელი მომღერალი ბიორკი. უმეტეს შემთხვევაში უსმენ ჯაზურ მუსიკას. ყოველთვის უსმენ იოლად აღსაქმნელ მუსიკას, ანუ soul-ს. ჩემი სულისთვის მიღებული მუსიკის მიმდინარეობა არის soul-ი, პოპი და კლასიკა. ყველაფერი მიყვარს, ოღონდ კარგი. ყველაფერს უსმენ. თვლი რომ უსმენ კარგ მუსიკას მარტო. ცუდ მუსიკას არ უსმენ არასდროს. თუ შემთხვევით არ არის ამოჩართული. მუსიკა არის ერთი. არსებობს ცუდი მუსიკა არ არსებობს. უსმენ მუსიკას. მიყვარს კლასიკური მუსიკაც, მიყვარს როკი ძალიან განსაკუთრებით, მიყვარს ჯაზი, მისი სხვადასხვა ფორმები, ელექტრონული ჯაზი. მომწონს Tom Waits-ი, ბიორკი, ნუ ერთი პერიოდი მომწონდა Nick Cave, ეხლა ნაკლებად. რაც ჩემი ძლეთ ამომა თქვა რომ გავიზარდე, ეს არის Stevie Wonder. საყვარელი მომღერალი შადა. ხშირად უსმენ ძალიან სიმფონიურ მუსიკას. კი არ ვიჯექი, ვიწექი შეიძლება ითქვას, ჩიკაგოზე, Led Zeppelin-ზე, ესე ძალიან მიყვარდა. ძალიან მიყვარს ახ Mike Franks-ი. საყვარელი ჯგუფი არის Defazzi, მომღერალი Jamiroquai და Marvin Gaye. საყვარელი მომღერალი Whitney Houston-ი და George Michael-ი. მაგრამ მუსიკას ძალიან იშვიათად უსმენ, გამომდინარე ჩემი პროფესიიდან, იმიტომ რომ თავში სულ მუსიკა მაქვს და ამიტომ ვცდილობ ხოლმე რომ განმოხტვის დროს საერთოდ არ მოусმენა მუსიკას. ჩემი საყვარელი მომღერალი ვინ არის? ჩემი ძაღლი იყო. რას მღეროდა იცი?
როცა მომწყინდება უსმენ მუსიკას, ან მივდივარ სადმე დასასვენებლად. უსმენ მუსიკას, ან ტელევიზორს თავ, ან მეგობარს ურეკავ ვინმეს. შესაბამის მუსიკას უსმენ. ჩემთვის ოთახში ალბათ ვიფიქრო. ფიქრი მეყარ ძალიან. ვცდილობ რომ ვიმუშაო რა. მოწყენილი როცა ვარ, მაშინ ბრაზდები, იმიტომ რომ მოწყენილი ვარ. ყველაზე დიდი დახმარება ჩემი სულისთვის არის მუსიკა. თავ მუსიკას. ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ადამიანს მოწყენდეს, როცა ირგვლივ ამდენი საინტერესო რაღაცა და ამდენი კარგი ადამიანი არის. ამ მომენტში ვუსმენ მუსიკას და ყველაზე მეტად ამას გამოვყავარ. ასე ვთქვათ, მინი დეპრესიიდან. ძალიან მინდა რომ მოვიწყინო ხოლმე, ამისთვის დრო არ რჩება. ღერი ვარ, ალბათ, გიტარაზე უფრო და ღერი ვარ. ან სხვა. როცა ვიწყენ, კროსვორდს ვავსებ ხოლმე. საერთოდ ვცდილობ ხოლმე რომ რაღაც ნივთი შევიძინე, იმიტომ რომ ეს ჩემზე ძალიან კარგად მოქმედებს. მე თვითონ ვართობ ჩემს თავს. ეს დავიწყებს არქეში რაღაცა. რას ვაკეთებ, როდესაც მოწყენილი ვარ და ყვავილებს ნოსავ. საჭმელში დავფიქრებლად დავხარჯავ ფულს და საჩუქრებში დავფიქრებლად დავხარჯავ ფულს. დავფიქრებლად? ეხლა ეგრევე უნდა ვთქვა. ფულს დავფიქრებლად ბევრ რამეში. თითქმის ყველაფერში. ჩემს პირად ნივთებში, აქსესუარებში, პარფიუმერიაში, ფეხსაცმელში. საჩუქრებში. ბოტასებში დავხარჯავ, თქვა ძალიან ბევრ ფულს ან მაიკებში. რაღაც ინსტრუმენტში, სპორტულ ინვენტარში. ფულს დავხარჯავდი კარგ მანქანაში, დავფიქრე. ყველაფერში აბსოლუტურად, განსაკუთრებით ძაღლის და კატის საჭმელში. ფულს ალბათ დავფიქრებლად დავხარჯავდი ტანსაცმელში, სათვალეებში, მანქანა და დავფიქრებლად ფულს დავხარჯავდი ალბათ სიკეთის კეთებაში. დავფიქრებლად ფული არასოდეს არ დამეხარჯია. საერთოდ დავფიქრებლად ფულს არ ვხარჯავ, ვცდილობ რომ არ დავხარჯო, აი რაშიც არ მენანება ესეთი ფორმულირება დავარქვათ მუსიკალური ინსტრუმენტები და რაც მუსიკასთან არის დაკავშირებული, უფრო თამამად შემიძლია დავხარჯო. პრინციპში, როდესაც იზოგავეს კარგია, მაგრამ მე სამჩვევია, ყველაფერში დავნანებლად ხარჯავ ფულს ყოველთვის. ფულის ხარჯვა შემიძლია დავუფიქრებლად თითქმის ყველაფერში. თუ ბევრი მექნებოდა პირველ რიგში მანქანას ვიყიდდი ახლა. ფულს ისედაც დავუფიქრებლად ხარჯავ ყველაფერში. ერთადერთი რაშიც აბსოლუტურად დავუფიქრებად ჩემი დავხარჯო ფული არის წიგნი. სხვაში არც ხარჯავ და არც დავიხარჯე.